დაბრუნდებით კომპანია ბრიზილის თანადამფუძნებლებთან ერთად. ბრიზილი კი ეს გახალთ კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე თხევადი შპალერის ტექნოლოგიას ნერგავს. ბრიზილის თავაზობს ინოვაციურ კედლის მოპირკეთების საშუალებას, რომელიც ხარჯებს და მათ შორის დროს ზოგავს. ამასთან კედლის ზედაპირზე ბზარების გაჩენასაც უშლის ხელს. კომპანია გეგმავს საცალო ბაზრის მეტად განვითარებას და 2025 წელიც მოცულობების ზრდით დახურეს და ამ ხრივაც გამორჩეული წელი იყო გასული. რა გეგმები აქვთ 2026-ში კომპანიაში დეტალებს უკვე მოვიკითხავთ საქმენდილოს სტუმრებთან ერთად. ალექსანდრე გურგენიძე სტუმრობს, ბრიზილის თანადამფუძნებელი და ასევე ზურაბ მაისაშვილი, ბრიზილის თანადამფუძნებელი არის ჩვენთან ერთად. დილამშვიდობისა. მოგესალმებით და მადლობა სტუმრობისთვის. მივესალმებით თქვენს მაყურებელს. კომპანია ბრიზილისთან ერთად შესაძლებელია მასშტაბური პროექტების განხორციელება სწრაფად, ხარისხიანად და ბიუჯეტურად. კომპანია ახორციელებს კედლების მოპირკეთებას თხევადი შპალერის ინოვაციური ტექნოლოგიით, რომელიც ღებავასთან შედარებით არის უფრო იაფი და დაახლოებით 5-ჯერ უფრო სწრაფი. დღესდღეობით შესრულებული გვაქვს 300,000 კვადრატზე მეტი. ამ დროისთვის კომპანიაში დასაქმებულია 70-მდე თანამშრომელი და დღიური წარმადობა შეადგენს 3,000 კვადრატზე მეტს. თანამშრომლობთ როგორც საცალო, ასევე კორპორატიული მიმართულებით, ისეთ კომპანიებთან როგორც არის ანაგი, არქი, ბალავარი, X2, სფერა და მიმდინარეობს მოლაპარაკებები ასევე სხვა დიდ სამშენებლო კომპანიებთან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ინოვაციაზე, რაღაც ახალ ტექნოლოგიაზე, ხო, ამ მიმართულებით, მაინც ქართულმა ბაზარმა მარტივად აითვისა, ხო? შეიძლება ითქვას სამშენებლო ინდუსტრიამ ეს მიმართულებაც. დიახ, ამ ეტაპზე ვახორციელებთ როგორც კერძო ბინების, ასევე ამ კომპანიებთან ჰოლების, დერეფნების, კიბის უჯრედების, საოფისე ფართების, სასტუმროების და სხვა ინტერიერის მოპირკეთებებს. ჩვენი მიზანი არის, რომ სამშენებლო სარემონტო ბაზარზე დავნერგოთ ახალი ეკოლოგიურად სუფთა და ხელმისაწვდომი მაღალი სტანდარტის მომსახურება, რომელიც ეს ვთქვათ სარემონტო საქმიანობას სამუშაოებს უფრო გაამარტივებს და აასწრაფებს. უფრო მეტი მინდა ჩვენს მაყურებელს გავაცნოთ ამ თხევადი შპალერის ტექნოლოგია, რას გულისხმობს, რა უპირატესობით სარგებლობს აი ტრადიციული მოპირკეთების მასალების საშუალებებისგან, ხო? ანუ რა ერთია რომ დროს დავზოგავთ, ფინანსებსაც მათ შორის ეკოლოგიურად სუფთა არის, თუმცა რა არის ის მთავარი რატომაც უნდა გამოვიყენოთ ეს ტექნოლოგია? მოგახსენებთ ორი სიტყვით ტექნიკურ მახასიათებლებს მოგახსენებთ თვითონ ამ ტექნოლოგიის, ამ თხევადი შპალიერი არის ანტისტატიკური, ანტიალერგიული, თბოეფექტური, ხმის იზოლაცია აქვს, 3-ჯერ მეტი სტანდარტულ ღებავასთან შედარებით, არის წელვადი, რაც უზრუნველყოფს კედლის ბზარების აღმოფხვას, ზოგადად ახალი აშენებული კორპუსი მაგალითად ყოველთვის ჭდომა აქვს და მიკრობზარებს იჩენს კედელი. ჩვენ შემთხვევაში დაცული არის კედელი ამის. რაც შეეხება უპირატესობებს, თქვათ სტანდარტული ტრადიციული ღებავისგან ან შპალერისგან. რა თქმა უნდა, დრო ახსენეთ და დღევანდელ ბაზარზე, როგორც კომერციული, ასევე საცალო ბაზარზე ძალიან მნიშვნელოვანია დრო. პირველ რიგში ვიტყვი კომერციულთან მიმართებაში დრო. პრაქტიკამ გვაჩვენა ჩვენ, რომ რეალურად თხევადი შპალერის კედლით მოპირკეთება არის მშენებლობის ბოლო ეტაპი. ეს არის სუფთა სამუშაო და ამ დროისთვის შიდა ინტერიერის სამუშაოები დასრულებული უნდა იყოს ობიექტზე. შესაბამისად, ეს ისეთი პერიოდია, როდესაც მშენებელი ახლოს არის ობიექტის ჩაბარებასთან. და პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ხშირად არის ჩამორჩენა ობიექტის ვადებთან დაკავშირებით და დრო არ არის ძალიან მნიშვნელოვანი გადამწყვეტი. სურამ აღნიშნა წეგან, რომ 3,000 კვადრატი გვაქვს დღეში წარმადობა. შესაბამისად, ძალიან მომგებიანია კომერციული თვალსაზრისით ჩვენთან თანამშრომლობა, იმიტომ რომ დღეს 3,000 კვადრატული წარმადობა პატარა კორპუსი შეიძლება მაგალითად ერთ დღეში დავამთავროთ. თუმცა ამის საჭიროება არ დგას ხოლმე, მაგრამ აი ვადებთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანია ეს. აგრეთვე არის აღდგენადი მასალა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ კედლის დაზიანების შემთხვევაში ტრადიციული მეთოდს როცა ვიყენებთ, მაგალითად გადაღების შემდეგ დაგვიზიანდა კედელი. აუცილებლად ამ კედლის დეფექტის აღმოფხვის შემთხვევაში შოვი გვექნება ან კონტრასტი ფერში. კი. შესაბამისად ხდება შემდეგ მთლიანად შეღება მაგალითად. ჩვენ შემთხვევაში ხდება ლოკალურად ადგილზე მხოლოდ იმ დაზიანებული ადგილის დამუშავება
და არ შოუს სიმჩნევს და ფერში კონტრასტს არ აძლევს. ეს ძალიან დიდი უპირატესობაა სხვა მასალებთან შედარებით. ის რომ თვითონ ტექნოლოგია მიიღო ბაზარმა არის მომგებიანი, ბევრი კომპონენტის გათვალისწინებით, ეს აჩვენა 2025 წელმაც, როდესაც ბრიზილიმ მოცულობების ზრდით დახურა გასული წელი. რამ განაპირობა აი 2025-ის ეს მაჩვენებლები? 2024-ის დასაწყისი რთული იყო, იმიტომ რომ გვიწევდა კომპანიების დარწმუნება, ეს მასალა იყო ახალი, არ იყო ცნობილი მათთვის და გვიწევდა დარწმუნება, რომ ნამდვილად კარგია და ხარისხიანია და ძალიან ბევრ პრობლემას აგვარებს. მთელი 24 წელი თითქმის ეს პროცესი მიმდინარეობდა, თუმცა უკვე როდესაც დავაკონტრაქტეთ დიდი სამშენებლოები და ნახეს, ესე ვთქვათ და მიხვდნენ რასთან იყო კონდათ საქმე, 25 წელი ფაქტიურად დაახლოებით 10 ჯერ უფრო გაიზარდა მოცულობა. შესაბამისად უკვე ჯაჭვურათაც მოყვა ერთი დიდი კომპანია, რომ გამოგვიცხანდა ნდობა, შესაბამისად უკვე მეორემაც, მესამემაც და ასე შემდეგ და დინამიკა არის ზრდადი. დინამიკა არის ზრდადი. 2026 წლევანდელი წელი კიდევ უფრო ხო, აი ბოლოს შემაჯამებელი ჩემი კითხვაც სწორედ მიმდინარე წელს ეხება, რა სიახლეებით ხვდებით 2026 წელს, რას უნდა ველოდოთ ბრიზილის გუნდისგან და მათ შორის ჩვენ არა მხოლოდ ინდუსტრია სამშენებლო. გამოწვევები დიდია, რთულია, მაგრამ ფიქრობთ, რომ გავუკლავდებით, იმიტომ რომ ცდილობთ, რომ ძალიან სწორი მიმართულებით მივუდგეთ და ევროსტანდარტის მომსახურება, ჩვენ რეალურად მომსახურებას ვყიდით და შესაბამისად მასალაც ჩვენი მასალით და ფიქრობთ, რომ აი ამ სწორი მიდგომით და ევროსტანდარტის ტიპის მომსახურების შექმნით ძალიან დიდ მოთხოვნას გამოვიწვევთ. განსაკუთრებით კორპორატიული მიმართულებით, რა თქმა უნდა, და ასევე სოციალური მიმართულებით. ასევე გეგმავთ დღესდღეობით ოპერირებთ მხოლოდ თბილისში, თუმცა მალე ვფიქრობთ უკვე შემოთავაზებები არის საკმაოდ ესე ვთქვათ საინტერესო ბათუმიდან, ქუთაისიდან და ანუ რეგიონული გაფართოებაც იქნება 2026 წლის არა პრიორიტეტი. მარტო რეგიონული გაფართოება, ქვეყნის გარეთაც ვაპირებთ მომსახურების გატანას ევროპის მიმართულებით უფრო. დიდი მადლობა. წარმატებები და გელით სიახლეებით 2026 წელსაც დარწმუნებული ვარ 2025-ზე 10 ჯერ უფრო მეტი ზრდით დახურავთ. მადლობა სტუმრობისათვის, საინტერესო საუბრისთვის. ალექსანდრე გურგენიძეს ვუმასპინძლეთ ბრიზილის თანადამფუძნებას და ასევე ზურაბ მაისაშვილი იყო ჩვენთან ერთად, ასევე ბრიზილის თანადამფუძნებელი.